არ დააწერინოთ საიტის ტექნიკური დავალება ხელოვნურ ინტელექტს თუ არ იცით ზუსტად რა უნდა უთხრათ. იმიტომ რომ მქონია შემთხვევები, როდესაც დამკვეთმა დააწერინა ხელოვნურ ინტელექტს, გაწერილი იყო უზარმაზარი პორტალი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით $30,000 იყო. გაუგზავნეთ შესაბამისი შეთავაზება, თუმცა მე აღმოჩნდა, რომ ჭირდებოდათ მარტივი $5,000 ვებსაიტი. და რატომ მოხდა ეს? ეს იყო სამშენებლო კომპანია, ხელოვნურმა ინტელექტმა დაუწერა ლიდების მიღება, API, CRM, უამრავი ისეთი ფუნქციონალი, რომელიც ამ კონკრეტულ კომპანიას არ ჭირდებოდა. საუბარი იყო მხოლოდ პორტფოლიოზე, რომელიც გაკეთდა და მშვენივრად მუშაობს დღემდე. შესაბამისად, რომ არ მოხდეს შეცდომაში შეყვანა პოტენციური დეველოპერის და მიიღოთ სწორი ფასი, ამისთვის ყოველთვის საჭიროა, რომ დაუკავშირდეთ კომპანიას და დაათვლებინოთ და შეადგენინოთ მათ. ჩვენთან კონსულტაცია უფასოა, შეგიძლიათ თუ გაქვთ სურვილი დაგვიკავშირდეთ, შემოდით ჩვენ საიტზე და ნახეთ ჩვენი საკონტაქტო მონაცემები. ასევე დაგვაფოლოვეთ სოციალური მედიის არხებზე და იქნებით ინფორმირებული როგორც web development-ის, ასევე ზოგადად ტექნიკური სიახლეების შესახებ. დიდი მადლობა.